მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი გვაქვს, ვიწყებთ საპროცედუროზე. ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღეს ორი საკითხი გვაქვს, ჩვენ გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში და თავმდებ კანონებში ცვლილებების შეტანა მესამე მოსმენით. ეს დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა და მომხსენებელი გახლავთ ირაკლი შატაკიშვილი. გთხოვთ ბატონო ირაკლი. ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, მოგესალმებით ყველას. მესამე მოსმენის წესით განსახილველად წარმოგიდგენთ კანონის პროექტს თავმდებ კანონ პროექტებთან ერთად ძირითადი გახლავთ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება. მეორე მოსმენიდან მესამე მოსმენამდე შინაარსობრივი ცვლილებები კანონთა პროექტებს არ განუცდიათ. ერთადერთი რაც არის მხოლოდ ეს რედაქციული ხასიათის შესწორებები შესატანი და იურიდიულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით განხორციელდება ყველა ეს ცვლილება, ისე რომ პლენარულ სხდომაზე გატანის მომენტისათვის უკვე მზად იქნება ეს საბოლოო და ასახული იქნება ყველა ეს რედაქციული ხასიათის ცვლილება. საბოლოო სახეს მიიღებს კანონთა პროექტები. შეკითხვები თუ არა გაქვთ? მაშინ გთხოვთ მივიღოთ მესამე მოსმენისათვის, ვინ არის მომხრე. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებული არის. მადლობა. ბატონო, მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ. საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ კანონ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას და სამართლებრივი საფუძვლის შექმნას იმისათვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილს გარკვეულ ჯგუფს ჰქონდეთ სამართლებრივი საფუძველი არსებობდეს იმისათვის, რომ მათ კანონით დადგენილ შემთხვევებში მიეცეთ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით შეზღუდულია აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, როგორც ფულადი ჯილდოს, ისე სახელფასო დანამატის გაცემა და სახელმწიფო და ეს აკრძალვა მიემართება ერთობლივად, როგორც იმ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც არიან დაწესებულების ხელმძღვანელები და შესაბამისად მათ საკუთარი თავისთვის ხელფასის გამოწერის თვალსაზრისით ქმნიან საკუთარი თავის დაჯილდოების რისკს და პრეცედენტს, რის გამოც ლოგიკურია და გამართლებულია ეს შეზღუდვა, თუმცა არსებობს მეორე ჯგუფი, ეგრეთ წოდებული მოადგილეების ჯგუფი, რომელიც არსებითად ჩართულია ადმინისტრაციულ ფუნქციების შესრულებაში, ისევე როგორც მაგალითად საჯარო მოსამსახურეები, სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, ვისთვისაც კანონმდებლობით შესაბამისი წახალისების მექანიზმი, ანუ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო გათვალისწინებულია. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ერთი სახელფასო დანამატი, ისე ფულადი ჯილდო ეფუძნება კანონით განსაზღვრულ მკაფიო კრიტერიუმებს, ეს გულისხმობს მაგალითად ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას, ღამის საათებში მუშაობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების განხორციელებას, რაც სათანადო დასაბუთებას საჭიროებს და მოითხოვს მოადგილეების შემთხვევაში და ეს თანამდებობის პირები არიან მაგალითად მთავრობის წევრის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. მათთვის შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიზანშეწონილადაც გამართლებულად მიგვაჩნია, რომ არსებული წახალისების მექანიზმი არსებობდეს. ეს წახალისების მექანიზმი არ არის ასე ვთქვათ სიახლე ან რაღაც განსაკუთრებული თავისებურება, რომელიც შეიძლება ჩვენ კანონმდებლობას ახასიათებდეს. ჩვენ შესაბამისი ინიციატივის მომზადების დროს შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა, აქცენტი რა თქმა უნდა ჰქონდა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაზე, შევისწავლეთ როგორც ესეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ისევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ მოადგილეების კატეგორიისათვის შესაბამის დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიცემა, არამედ თვითონ ესეთი პოლიტიკური თანამდებობის პირის ტოლფასი თანამდებობის პირებისთვისაც კანონით დადგენილი ზღვრები, რომელიც გულისხმობს სახელფასო დანამატის შემთხვევაში
წლიური სარგოს 20%-ს რომ არ უნდა აღემატებოდეს და ფულადი ჯილდოს შემთხვევაში რომ არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ეს რასაკვირველია შენარჩუნებული იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული აქ ჩამოთვლილი თანამდებობის პირის შემთხვევაში სრულად იქნება ათვისებული წლის განმავლობაში. შესაძლებელია რომელიმე მათგანს საერთოდ არ მიეცეს, რომელიმე წელიწადში ერთხელ მიეცეს, ან გააჩნია იმ ასე ვთქვათ წინაპირობას, რომელიც კანონით გათვალისწინებული იქნება. ეს არის ზეგანაკვეთური სამუშაო, დამატებითი ფუნქციების შესრულება, და უქმედღეებში მუშაობა და ასე შემდეგ, ამ კრიტერიუმებს რაც დაემორჩილება. მეორე ცვლილება არის უფრო ტექნიკური ხასიათის და გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ზრდას, პროცენტული რაოდენობის ზრდას. დღესდღეობით გათვალისწინებულია კანონმდებლობით, რომ საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობა მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კატეგორია, როგორც თქვენთვის ცნობილია, გულისხმობს პირებს, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის მრჩევლის, ასე ვთქვათ, კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებენ, თუმცა 2024 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეც გარდაიქმნა საჯარო მოხელის რანგიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ავტომატურად მოხდა ასეთი ტიპის ცვლილება, რომ საჯარო დაწესებულებებს ყავთ იმ ანუ საშტატო რიცხოვნობამ გადაამეტა იმ 10%-ს, ვინაიდან მათში, მათ რიცხვში ეთვლება რასაკვირველია, მაგალითად დეპარტამენტის უფროსები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციის საფუძველზე საჯარო დაწესებულებას აქვს უფლება, რომ გაზარდოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობა. ეს რეკომენდაცია ისევე როგორც შესაბამის საჯარო დაწესებულების მომართვა ეფუძნება ხოლმე კაფიო კრიტერიუმებს, მაგალითად დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის, დიდი საჯარო დაწესებულების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არ იყოს ეს პრობლემური და იქ 10%-ის ფარგლებში ჩაჯდეს, მაგრამ 30 კაციან საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია 10%-ზე მეტი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის რიცხვი იყოს. მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის რეკომენდაციას ხოლმე ასეთი მომართვის შემთხვევაში დადებით სანუარყოფით, თუმცა ეს შემთხვევა უკვე იქცა ერთგვარ შაბლონად, იქიდან გამომდინარე, რომ დასაბუთება ამ დროს არის ისეთი, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციას მოკლებულია რეალურად იმის შესაძლებლობას, რომ უარყოფითი რეკომენდაცია გასცეს, ვინაიდან კანონით განსაზღვრული წინაპირობა არსებობს ამ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობის ზრდის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს 10%-იანი ზღვარი მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში უცვლელი რჩება, ვინაიდან მათი ანუ მერიის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების თანამდებობების გარდაქმნა არ მომხდარა მაშინ შესაბამისი ცვლილებით და ისინი კვლავ რჩებიან პირველი კატეგორიის, ასე ვთქვათ, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები კვლავ რჩებიან მუნიციპალიტეტებში საჯარო მოსამსახურეებად, ამიტომ ეს ზღვარი ზრდა 10%-დან 15%-მდე მუნიციპალიტეტებს არ შეეხებათ. ბატონო. ორი შეკითხვა მეკდება. ბატონო ვახტანგ. აი 10-დან 15%-მდე გაზრდას ხელშეკრულებით ნაწილში ცოტა კარგად რო გასაგებად რო ახსნათ. ანუ მიზეზი არის ის, რომ მაგალითად პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მოადგილე, რომელიც შტატით მუშაობდა უწყებაში და გადავიდა უკვე ხელშეკრულებაზე, ამან გამოიწვია 5%-იანი ზრდა ხელშეკრულებით აყვანილ რაოდენობასთან მიმართებაში, ხო? ეგრეა სწორედ გავიგე და შესაბამისად 5%-ით შემცირდა საშტატო რიცხოვნობა, აი ვინც შტატში იყო, ანუ ხელშეკრულებით კი არ იყო აყვანილი, შტატში ვინ იყო, ეს ხალხი თუ გადავიდა მაგალითად იქით ხელშეკრულებაზე. შესაბამისად ეს ხალხი ხომ მანამდე კონკურსის წესით იყვნენ აყვანილები არა, ეს რაოდენობა შემცირდა თუ იგივე დარჩა შტატების რაოდენობა უწყებებში, სამინისტროებზე მაგხედველობაში, ეგ ერთი. და მეორე თვითონ ფულად ჯილდოებთან და დანამატებთან დაკავშირებით. თქვენ ახსენით, რომ მინისტრი, მერი, გუბერნატორი ვერ გამოიწერს ფულად ჯილდოს და დანამატსო და ესენი რატო არ არიან მაგალითად შეყვანილი? თუ მოადგილეები არიან შეყვანილი, მოადგილეებზე მეტი პასუხისმგებლობა, ზეგანაკვეთური საქმიანობა,
დასვენების დღეებზე მუშაობა და ასე შემდეგ. რატო არ არის შესაძლებელი, რომ რატო დაჩაგრეთ, ასე ვთქვათ, მინისტრი, გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის მერი? მართალია უხერხულია თვითონ რომ გამოიწეროს ფულადი ჯილდო და დანამატი, მაგრამ ხო შეიძლება მაგალითად მინისტრს ან კიდე გუბერნატორს პრემიერ-მინისტრმა გამოუწეროს ფულადი ჯილდო ან დანამატი. ამაზე თუ გიფიქრიათ. შტატების შეკითხვა ხო არ არის? კი ბატონო, გაიცი. შტატის საკითხს, ანუ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობის ზრდას, აი მაგალითად გიპასუხებ მთავრობის ადმინისტრაციის მაგალითზე. ზოგადად საშტატო ნუსხა, როდესაც დგება მოქმედი კანონმდებლობით, საშტატო ნუსხაში აისახება მათ შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა. განსხვავებით მაგალითად შრომით ხელშეკრულებებისაგან, რომელიც საშტატო ნუსხაში არ შედიან. შესაბამისად, მაგალითად მთავრობის ადმინისტრაციას თუ ყავდა 300 თანამშრომელი შტატით განსაზღვრული 300 თანამშრომელი, ამ 300 თანამშრომლიდან 30 იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული, 270 იყო შრომითი შტატში. კი ბატონო, როდესაც მოხდა ცვლილება, რამაც დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეების თანამდებობა გარდაქმნა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობად, ისინი დარჩნენ ისევ საშტატო შემადგენლობაში შესაბამის დეპარტამენტის უფროსად, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თუმცა არიან განაწილებული არა როგორც პროფესიული საჯარო მოხელეები და მათი კვოტა, არამედ როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ამიტომ ამ 30 კაცს დაემატა მაგალითად მთავრობის ადმინისტრაციაში თუ არის 10 დეპარტამენტი, 10 დეპარტამენტის უფროსი პლუს 5 მოადგილე, ზოგს ყავს მოადგილე, ზოგს არ ყავს და საერთო ჯამი ამის შედეგად არ შეცვლილა. ანალოგიურად მოხდა ყველა საჯარო დაწესებულების შემთხვევაში, სამინისტრო იქნება თუ ნებისმიერი ესეთი ტიპის დაწესებულება. ამიტომ ამ ცვლილებას არ გამოუწევია ადამიანების არც საშტატო რიცხოვნობის გაზრდა, არც საშტატო რიცხოვნობის შემცირება. უბრალოდ საშტატო რიცხოვნობაში შემავალი კატეგორია პროფესიული საჯარო მოხელის და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გადათამაშდა, მაგრამ რადგან კანონით არსებობს შეზღუდვა 10%-ზე, მაშინ გვჭირდება ამისათვის შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა. მერს მინისტრს რატო არ აძლევენ ხა მერზე მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელზე რომ ალბათ არასწორია პრემიერმა მისცეს დაქვემდებარების პრინციპიდან გამომდინარე, მინისტრისა და გუბერნატორის შემთხვევაშიც ფიქრობთ ამ შემთხვევაში და თვითონ პოლიტიკური გუნდის ხედვაც და გადაწყვეტილებაც არის, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესია მოადგილეები, რომლებიც ფუნქციურად არიან დატვირთულები, მათი მხრიდან მათი დაჯილდოება მოხდა შესაბამის დასაბუთების არსებობის შემთხვევაში და არა თვითონ პოლიტიკური თანამდებობის პირმა აიღოს. თავის დროზე ეს შეზღუდვაც კანონპროექტში ამ მოტივით იქნა შემოღებული. მთავრობის ინიციატივა მინისტრისთვისაც ითვალისწინებდა იმ თავის დროზე ამ შესაბამის დანამატის მიცემას, მაგრამ საპარლამენტო განხილვების დროს ეს შეზღუდვა დაწესდა და ამ შეზღუდვას, ასე ვთქვათ, მთავრობა კვლავ გააგრძელებს. კი ბატონო, გასაგებია, ეს არის თქვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უმაღლესი პოლიტიკური, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ მოხდეს აი ამ, ასე ვთქვათ, ფინანსური შეღავათების გავრცელება. თუ არა გაქვთ შემდეგი სხვა შეკითხვები, მაშინ გთხოვთ დავამტკიცოთ წარმოდგენილი კანონპროექტი, ვინ არის მომხრე. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. ორივე საკითხი დილის წესრიგისა განხილულია, გადაწყვეტილებები მიღებულია, კომიტეტმა მუშაობა დაასრულა. მადლობა.